დაღამე მათთან ათენებ, როდესაც მას უხსნი, რომ ეს არის საჭირო ზუსტად იმისათვის, რომ შენ სახლიდან არ გამოგაგდონ, ეს მათთვის გასაგები არის. ამასთან ერთად, ძალიან დიდი ნიჰილიზმი არსებობს პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით საზოგადოებაში. ამ ნიჰილიზმის დაძლევას არის საჭირო და ამიტომ ვფიქრობ, რომ დღეს აი ჩემი თქვათ ესე პოლიტიკის გარეშე ყოფნა ერთგვარად მეც საშუალებას მაძლევს აი ამ ადამიანებთან ურთიერთობისა, ამ სოციალურ ჯგუფებთან, ამ ინტერესთა ჯგუფებთან ერთიანობისა. და ეს ეროვნული საბჭოს თემა რომ ამოვწერთ ბატონო ალეკო, როგორი იყო მაშინ კობა დავითაშვილის პოზიცია, როდესაც თქვენ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და დღეს როგორი არის მისი პოზიცია, თუ გქონდათ საუბარი ამაზე? ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ერთობლივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, დრო ძალიან შეზღუდული იყო. და მე კიდევ აი თქვენი ტრიბუნიდან დიდი მადლობა მინდა მოუხადო კობას, რომ ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება. მას შემდეგ ჩვენი ურთიერთობა არის ძალიან ნორმალური და მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ადამიანები, ესე იგი პოლიტიკოსები ჩხუბის გარეშე ერთმანეთს არ ცილდებიან. ესეც არის უნიკალური, რომ ჩვენ ჩხუბის გარეშე არ დავცილდებოდეთ ერთმანეთს, დავრჩით თანამოაზრეები, ზუსტად იმ საკითხი, რასაც ქვია არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის საკითხი. გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ტელევიზიის მეორე არხს თქვათ, მithმობენ ხოლმე ძალიან დიდი სიტყვოთი და სიყვარულით, ასე რომ ეს ურთიერთობა არის მაგალითი და საჭიროა რომ შენარჩუნდეს და გაღრმავდეს და მე მაგალითად გამოვიყენებ ამ ურთიერთობას იმისათვის, რომ 6-იანის ფორმატი უფრო დაუახლოვდეს თქვათ, იგივე ბურჯანაძეს. ძალიან ხშირად ახსენეთ ბურჯანაძეს და მასთან გაერთიანებას ხომ არ ვაპირებთ? არა, არ ვაპირებთ. არა, ჯერჯერობით არ ვაპირებთ, მაგრამ ვახსენებ სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ძალა საქართველოში დასაკარგავი არ აქვს. იცით რომ მინდა გითხრათ, რომ გავლენიანი ძალა არის ბურჯანაძე და არ აქვს ჩვენ არანაირი ძალა დასაკარგავი. მიუხედავად იმისა, რომ ბურჯანაძე ბოლო პერიოდამდე მომხრე იყო რევოლუციური გზით სააკაშვილის შეცვლისა. დღეს მისი პოზიცია, იმიტომაც ვახსენებ, ერთგვარად შეცვლილი არის, ბოლომდე არა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც იმისკენ, რომ არჩევნების გზით, აქციების გზით მოხდეს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის განვითარება. ეს თქვენ თავად ქალბატონ ნინოსგან არა, მე ჯერჯერობით ვახსენებ, შევხვდები აუცილებლად ქალბატონ ნინოს. ეს პრეს თქვენი იმიდან, რა ქვია, ჟურნალისტების იმიდან, რა ქვია, ჟურნალისტებიდან, მისი განცხადებებიდან, მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა მან 25 მაისის შემდგომ, როდესაც ბრძანა, რომ მე აქცია რევოლუცია იმისთვის მინდოდა, რომ ჩატარებულიყო ნორმალური არჩევნები ქვეყანაში. აქიდანაც გამომაქვს ეს დასკვნა. და აი ამ ტრიბუნის მეშვეობით მიმართავდა, მინდა რაც შეიძლება საჯარო გახდეს რა, იმიტომ რომ ადამიანებს ძალიან აინტერესებს თავიანთი ბედი. და არა, ჯერჯერობით არა. კი, შეხვედრა მექნება ესეთ საკითხებზე და მე არ გეგმავ გაერთიანებას. მე მირჩევნია პირდაპირ გეტყვით, გაერთიანება მოხდეს თუ იქნება ეს აი ამ იდეის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური ძალების. ამას ვეცდები ყოველ შემთხვევაში. არ იქნება ეს თქვათ, მინდა გითხრათ, რომ სააკაშვილთან ბრძოლა არის ძალიან სახიფათო. ზოგჯერ ამბობენ, რომ სააკაშვილი არის დებილი. არ არის რა დებილი რა. სააკაშვილი არის საკმაოდ ჭკვიანი, საკმაოდ ესე იგი, კარგად ერკვევა პოლიტიკურ ნიუანსებში და ის რომ ჩვენ შევძლოთ ქვეყანაში სიტუაციის შეცვლა, საჭირო არის ოპოზიციაშიც მოხდეს აი ანალოგიურ დონეზე სიჭკვიანის გამოჩენა პოლიტიკური პროცესების მიმართ. ამიტომაც მე ხშირად ვახსენებ, მაგრამ ვახსენებ ნათელაშვილსაც. აი ნათელაშვილთან დაკავშირებით რა. ნათელაშვილთან ბურჯანაძესთან განსხვავებით ნათელაშვილი კვლავ აბნევს საზოგადოებას და იგი ამბობს, რომ შეუძლებელია არჩევნების გზით ხელისუფლების დამარცხება და რაღაც დაუმორჩილებლობაზე აკეთებს აპელირებას, რომელიც გაუგებარია. ამასთან ის ხშირად გამოდის, ამუნათებს სხვა ოპოზიციურ ძალებს წელიწადში ერთხელ, რომ ვინც ხელს არ მოაწერთ დოკუმენტს გაეროში გასაგზავნოთ, რომ სააკაშვილი ესეთი ცუდია, ყველა დანარჩენი არის ერის მოღალატე და შეკრული სააკაშვილთან.
მინდა პირდაპირ თქვა, რომ ეს არის ფანდი და არანაირი ბრძოლა ნათლაშვილის მხრიდან ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. ამიტომ ნათლაშვილთანაც მექნება შეხვედრა, რომ ვისაუბროთ ამ იმაზე. ანუ რისით მოგხსოვთ ბატონო ალეკო, რომ ნათლაშვილი ხელისუფლების თამაშობს? არა, ფანდი არა, ესე იგი არა, ქმედითი არ არის, აი ესეთი. ყველა პიარია, გამიგეთ და არ არის ქმედითი. მე მინდა გითხრათ, რომ ნათლაშვილი პიარზე უფრო მეტად მუშაობს, ვიდრე ქმედითი ღონისძიებების ჩატარებაზე. ამიტომ ვამბობ, რომ ეს აბნევს საზოგადოებას და როდესაც თუ ჩვენ ქვეყანაში სიკეთე გვინდა, ვინც პოლიტიკაში ვარ დღეს აი ამ პერიოდში ქვეყანაში, ყველამ უნდა ვთქვათ, რომ არჩევნების გზა არის ის გზა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ქვეყანაში კარდინალურად შევცვალოთ სიტუაცია მშვიდობიანად. მეორე, არჩევნების გზა არის ის გზა, რომელიც ადამიანს მიცემს არჩევნების შემდეგ ნორმალური ცხოვრების საშუალებას. და მესამე, არჩევნებამდე საჭიროა მივიდეთ სერიოზული ძალებით. სერიოზული ძალები ნიშნავს იმას, რომ კოორდინაცია ქონდეს ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ძალიანი, გავლენიანი პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში და არჩევნებამდე დათმობები რამოდენიმე საკითხში. ეს არის უმთავრესი საკითხი არჩევნების სისტემასთან მიმართებაში და აუმშეველთა რაოდენობასთან მიმართებაში. აი ამ დათმობებას მივახციოთ. ბატონო ალეკო, ჩვენ ნახეთ იგივე ამ რუიანის მოლაპარაკებათა პროცესში. არჩევნებამდე მივახციოთ ამ დათმობებით. ამ მოლაპარაკებათა პროცესში ჩვენ ნახეთ, რომ დათმობაზე წავიდა მხოლოდ ორი პოლიტიკური პარტია ოპოზიციური, ეს იყო ქრისტიან-დემოკრატები, მემარჯვენეები, რომელსაც დღეს თქვენ მოღალატებათ აცხადებთ. თუ კი ოპოზიცია კვლავ დადგება თავის წყარ პოზიციაზე და არანაირი დათმობაზე წასვლა არ სურს, ამ შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენიათ კონსენსუსის მიღწევა? კონსენსუსს ვიხმარ სიტყვას კომპრომის და მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა ეს არის კომპრომისები არის გასაკეთებელი. აი რატო არ წავიდა სხვა დანარჩენი 6 პარტია იგივე კომპრომისზე დაუშვათ, რაზეც წავიდნენ ქრისტიან-დემოკრატები და მემარჯვენეები? გეტყვით პირდაპირ. კომპრომისი პირველ რიგში უნდა გააკეთოს, ვისაც გააჩნია რამე. ვისაც არაფერი არ გააჩნია, იმან რა კომპრომისი უნდა გააკეთოს. ამ შემთხვევაში რუიანს არაფერი არ გააჩნდა. და კომპრომისი პირველ რიგში უნდა ყოფილიყო ხელისუფლების მხრიდან. ის რაც შემოტანილი არის 190, რომელიც არის გეტყვით პირდაპირ ამ ადამიანებზე კიდევ ერთხელ გადავლა, ვინც ხმა დაუჭირა იმას, რომ 150 კაციანი პარლამენტი უნდა იყოს ყავდეს საქართველოს, ეს არ არის არანაირი კომპრომისი. ადამიანების ხარჯზე სააკაშვილი კომპრომისებს არ უნდა აკეთებდეს და არც ქრისტიან-დემოკრატები და არც ის მემარჯვენეები და კიდევ ის პარტიები, ვინც ხელი მოაწერეს ამაზე. მინდა გითხრათ, რომ კომპრომისზე წამოვა ხელისუფლება მაშინ თუ დაინახავს შენ ძალას. ამიტომ სერიოზულად დადგომა იმ საკითხებზე, იმ ორ საკითხზე, რომელიც მე ვთქვი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ აქციების ზეწოლა შეიძლება იმ დონისაც დაჭირდეს ამ საქმეს, როგორც იყო 2009 წელს. ოღონდ 2009 წელს ლოზუნგი არ იყო სწორი. კომპრომისი რა უნდა გაეკეთებინა, მაშინ სააკაშვილს გადადექიო ეუნებოდა კაც. ამიტომაც ჩავარდა ის პროცესი. ამიტომ ვიძახი, რომ სწორი ლოზუნგი, სწორი მიმართულება საშუალებას მოგცემს, რომ ხელისუფლებასთან კომპრომისების გზით ჩვენ ორი მთავარი საკითხი გადავწყვიტოთ. საარჩევნო სისტემის საკითხი, სადაც ამომრჩევლების მიერ მიცემული ხმების პროპორციულად განისაზღვრება ადგილების რაოდენობა პარლამენტში და ამომრჩეველთა რაოდენობა. აი ეს არის უმთავრესი რამ, რომელზეც ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და ამ იმაში, აი ამ პროცესში კომპრომისი როგორი იქნება, მაგალითად ჩვენ რამოდენიმე ვარიანტი გვქონდა რვიანის დროს, იცით მაჟორიტარებთან დაკავშირებით. ითქვა მაშინ 150 კაციანი პარლამენტი, 75 კომპრომისი იყო ჩვენი, 75 მაჟორიტარი, 75 პროპორციული, ოღონდ მაჟორიტარების რაოდენობა პარლამენტში იქნება პროპორციული ხმების რაოდენობის მიხედვით, პროპორციულად. და არა რომ ეს ყოფილიყო ჯამი, რომელიც დისპროპორციას იწევს პარლამენტში და ხელისუფლებას აქვს საშუალება უკანონოდ, კანონის მეშვეობით მიიღოს ორჯერ მეტი ხმების რაოდენობა. ვინმე პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებით აპირებ თუ დამოუკიდებლად? მე ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია, მინდა გითხრათ, რომ გითხარით, რომ აი ძალიან ბევრი საქმეები მაქვს იმასთან დაკავშირებით, რასაც ქვია ეს პროფესიული ჯგუფები, ინტერესთა ჯგუფები, სოციალური ჯგუფები, იცით დევნილების მდგომარეობა როგორ არის, პატიმრების მდგომარეობა ძალიან მძიმე, უმუშევრობის საკითხები, გაძვირების პრობლემები.
ამიტომ ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ მინდა გითხრათ პირდაპირ რომ პოლიტიკური პარტიის გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელია. ამას როგორ გავაკეთებ, მომავალში ალბათ ჩამოვყალიბდები და მოგახსენებთ რა. მე საერთოდ მხარს ვუჭერ, რომ აღარ შეიქმნას რაღაც ახალი პარტია. იმიტომ რომ ადამიანებს კიდევ უფრო აბნევს ესა და ამდენი სახელი და ის უკვე ვეღარ ერკვევიან. ამიტომ ვფიქრობ ამ საკითხებზე და როგორც მომხრე იმისა, რომ არ შეიქმნეს ახალი პარტია, ალბათ მეც რომელიმე პარტიასთან შევერთები, მაგრამ მანამდე მე არ ვიჩქარებდი და ის რაც მოგახსენეთ თქვენ აქ, რომ ურთიერთობა პოლიტიკოსებთან, მათი დარწმუნება, მათთან აი ესეთი სერიოზული სამუშაოს ჩატარება იქნება ალბათ ჩემი ამ პერიოდის განმავლობაში სამუშაო და საქმე. და ბოლოს მინდა გითხოთ ბატონ ალეკო დევნილების თემას თქვენ აქტიურად მუშაობთ ამ საკითხებზე, რა პროცესი არის ახლა ამ ეტაპზე დევნილების გამოსახლების კუთხით? ესე იგი 18 ჩარი იყო ხელახალი გამოსახლება, მორიგი რაუნდი დავარქვათ ამას და ძალიან სამწუხაროა რომ რაუნდებს ვარქმევ, როდესაც ადამიანის ტკივილზე გავდივართ რა. იქ არიან ორსულები, იქ არიან ბავშვები, იქ არიან მოხუცები, იქ არიან ადამიანები. თან ეს ადამიანები პირდაპირ გეტყვით. გულხურვარე მხარდამჭერები 5 ნომრისა. 5 ნომრის შემომხაზებელი. და აი ესეთი ადამიანები თვითონ 5 ნომერმა აი ესე უდიერად გამოაგდო გარეთ. ეს იყო შარშანზაფხულში, ზამთარში, ეხლა არის მიმდინარეობს დღეს 3 საათზე აქცია არის სამინისტროსთან აფხაზეთთან დაკავშირებით. სხვათა შორის ძალიან ნორმალური ადამიანები არიან, როდესაც არ აყენებენ რომ გინდა თუ არა აქ დამტოვეო ქალაქის ცენტრში. არა, ის ადამიანები ხვდებიან იმას, რომ საჭიროა რომ ისინი გადავიდნენ სხვაგან ოღონდ. ამ ადამიანებს უნდათ რომ ნორმალურად, როგორც საერთაშორისო წესებით არის განსაზღვრული, რომ შეთანხმება მოხდეს ოჯახთან და ისე მოხდეს მისი განსახლება და არა ისე როგორც სააკაშვილი აკეთებს. დილის 6 საათზე აყენებს პოლიციის ჯარს და ჯარის მეშვეობით 1000 კაციანი ჯარის მეშვეობით ადამიანებს ყრიან. მინდა გითხრათ რომ ეს არის სააკაშვილის სუსტი ადგილი, იმიტომ რომ ის ჯარი, ის ძალა, რომელიც უნდა გამოყენებულიყო ადამიანების დასაცავად, რო არ გამოეყარათ იმ ტერიტორიებიდან დღეს რასაც ოკუპირებული ტერიტორია ჰქვია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დასაყრდენი იყო იმ ფონზე, რასაც ჰქვია შევარნაძის დროს დაშვებული შეცდომა, როდესაც ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთის ნაწილი, როდესაც ჩვენ დავკარგეთ სამაჩაბლოს ნაწილი, ჯავა და დღეს ფაქტიურად დავკარგეთ ხსნის ხეობა, ფრონეს ხეობა, დიდი და პატარა ლიახვის ხეობები, კოდორის ხეობა და ამდენად აი ესეთ ფონზე იმის ნაცვლად, რომ თავისი ჯარი, სახელმწიფოს ჯარი გამოყენებული ყოფილიყო ამ ადამიანების დასაცავად, ეს ძალა გამოიყენება ამ ადამიანების გამოსაყრელად და მათ არიციან სად წავიდნენ. ბატონ ალეკო, ხშირად არის მოსაზრება ხოლმე, რომ პოლიტიკოსები დევნილების საკითხს იყენებენ საკუთარი ინტერესებისთვის. ხომ არ ხდება აი ამ თემის გადაჭარბებული შეფასებები და პოლიტიზირება ზედმეტ? სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ჩემს მიმართ ეგეთი დამოკიდებულება ამ ადამიანებს არ აქვთ. ლაშა ჩხარტიშვილის მიმართ ეგეთი დამოკიდებულება ამ ადამიანებს არ აქვთ. ვინაიდან ისინი უყურებენ, რომ ჩვენ ფაქტიურად 24 საათია მათთან ერთად ცხოვრობთ და მათი როგორ გითხრათ, მათი ცხოვრებით ვართ ჩვენც დაკავებულები და როდესაც სწორი ბრძანდებით, როდესაც ეს კამპანიურ ხასიათს ატარებს, მაშინ ეს ადამიანები ხვდებიან, რომ ეს ხდება პოლიტიკური მიზნის გამოყენებისათვის და არ მიიღებენ არავის. ამიტომ არის რომ სული უნდა ჩადო, გული უნდა ჩადო, მინდა გტკიოდეს ზუსტად ის პრობლემა და არა პოლიტიკურად გამოყენება. როდესაც შენ ამას გაიფიქრებ, შენ მაგას ვერ გააკეთებ ვერასდროს. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ.